1953 წელი. ამ წელს ალბათ კომენტარი არ ჭირდება წელი, როდესაც გარდაიცვალა სტალინი. ძალიან საინტერესო დაიწყო წელი 5 იანვარს პარიზში ბაბილონის თეატრში პირველად დაიდგა სემუელ ბეკეტის გოდოს მოლოდინში. აბსურდის თეატრის და საზოგადოოდ აბსურდის ჟანრის ალბათ დღემდე ყველაზე უფრო დამახასიათებელი, ყველაზე უფრო ცნობილი პიესა, ნაწარმოები, რომელიც შემდეგ და დღემდე არაერთხელ დაიდგა და იდგმება. სათაური ძალიან ესეთი დამაინტრიგებელია, ჩვენ არ ვიცით რას ნიშნავს გოდო. პიესა მთავრდება ისე, რომ პერსონაჟები, რომლებიც გოდოს ელოდებიან, გოდო არ გამოჩნდება. არსებობს ინტერპრეტაცია, რომ გოდო შეიძლება ეს არის სიტყვისაგან გოდ, ღმერთი. ასეა თუ ისეა, პიესა არის მოლოდინზე, რომელიც არ სრულდება, რომელიც არის უსაზრესო მოლოდინი. ამ თვალსაზრისით თითქოს პერიოდიც ესეთია. ჩვენ ვერ გამოგვაქვს რაღაც საზოგადო აზრი მოვლენებიდან, ყველაფერი არის მოზაიკური, გაფანტული. თუმცა თუ აი წლის ქრონიკას გადავხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ წელსაც ახასიათებს რაღაც გარკვეული მთლიანობა, ერთიანობა, სადაც აბსურდის ამ ჟანრს, ინტონაციასაც თავისი გარკვეული ადგილი აქვს. So blue, still and calm, so calm, with a calm which even though intermittent is better than nothing, but not so fast. And considering what is more, that as a result of the labors left unfinished, crowned by the Academy of Anthropometry of Estienne, Posse, of Testu and Canard, it is established beyond all doubt, all other doubt, that that which clings to the labors of men, that as a result of the labors unfinished of Testu and Canard, it is established as hereinafter. 7 იანვარი. ჰარი ტრუმენმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა წყალბადის ბომბი. 13 იანვარი საბჭოთა კავშირში დაიწყო დაჭერების ტალღა, ეგრეთ წოდებული ექიმთა საქმესთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი დღემდე სხვათა შორის ყველაზე უფრო ბნელით მოცული საქმე. კერძოდ ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ლაპარაკი იყო ექიმთა ჯგუფზე, რომლებიც სპეციალურად არ მკურნალობდნენ თუ კლავდნენ მაღალი თანამდებობების ჩინოვნიკებს და იყო გვარები დასახელებული. ამ გვარებიდან საკმაოდ დიდი ნაწილი იყო ებრაული გვარები. აქედან გამომდინარე არის ესეთი ვერსია, რომ ეს არის ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ტალღა, რომელიც სპეციალურად სტალინი აგორებდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ ეს ექიმთა ეგრეთ წოდებული საქმე შეწყდა. 20 იანვარი დუაიტ ეიზენჰაუერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს უკვე ოფიციალურად იკავებს. 20 იანვარი არის ის დღე, როდესაც მოხდა მისი ინაუგურაცია, წარმოთქვა მან თავის სიტყვა. ეიზენჰაუერის მოსვლას ბევრი არაფერი შეუცვლია ამერიკის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. 11 თებერვალი ტელ-ავივში საბჭოთა საელჩოს ტერიტორიაზე ბომბის აფეთქების შემდეგ საბჭოთა კავშირი ოფიციალურად წყვეტს ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს. იყო თუ არა დაკავშირებული ეს მოვლენა ექიმთა საქმესთან. კერძოდ, გააკეთა თუ არა გარკვეული აზრით ისრაელმა რაღაცა გარკვეული მინიშნება იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში დაიწყო, თქვათ ასე, რაღაც გარკვეული ანტისემიტური ტენდენცია. ჩვენ ეს არ ვიცით, შეიძლება ამაზე კითხაობა, არსებობს გარკვეული მოსაზრებები, რომ ეს მართლაც ესეა, რომ აფეთქება სწორედ იყო მინიშნება გარკვეული ტიპის. საინტერესო არის კიდე ერთი რამ, რომ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები საკმაოდ მალევე აღდგება სტალინის გარდაცვალების შემდეგ. 19 თებერვალი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად ჯორჯიის შტატში ფუძდება ლიტერატურული ცენზურის კომიტეტი. ძალიან საინტერესო ფაქტი მე-20 საუკუნის ცენზურის ისტორიიდან. ხუთი მარტი აი წლის ცენტრალური მოვლენა თუ შეიძლება ასე ითქვას, გარდაიცვალა იოსებ სტალინი. იმავე დღეს გარდაიცვალა მე-20 საუკუნის
ერთ-ერთი თვალსაჩინო კომპოზიტორი, გენიალური კომპოზიტორი სერგეი პროკოფიევი. მისი სიკვდილი საერთოდ ვერავინ ვერ გაიგო. და რაღაცნაირად ეს ასახავს პროკოფიევის ბეйтს და მის ბიოგრაფიას. ხშირად მის ცხოვრებაში ეს რაღაც ხდებოდა ხოლმე, როდესაც ძალიან სერიოზული ფაქტი მისი ცხოვრებისა იჭმალებოდა და მხოლოდ შემდეგ ხდებოდა ცნობილი. ასე რომ ის რომ მისი სიკვდილი დაემთხვა სტალინის გარდაცვალებას რაღაცნაირად არ არის შემთხვევითი. პროკოფიევი რა თქმა უნდა განსაკუთრებული კომპოზიტორია. მე-20 საუკუნის მუსიკა და საზოგადოდ მუსიკის ისტორია წარმოუდგენელია ამ ფიგურის გარეშე და რა თქმა უნდა ის აღიქმება როგორც რაღაც გარკვეული ანტიპოდი და მეწყვილე დმიტრი შოსტაკოვიჩისა. პროკოფიევი და შოსტაკოვიჩი როგორც ანტიპოდები, მაგრამ ანტიპოდები, რომელთაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ღერძული რამ აერთიანებთ. ხშირად ხდება ეს კულტურის ისტორიაში, როდესაც ასეთი ტიპის ადამიანები ასეთ ტიპის ანტიპოდებს ერთად უწევთ ხოლმე მოღვაწეობა. თავშად მუსიკის ისტორიაში ესეთი ანტიპოდები არიან ერთსა და იმავე წელიწადს დაბადებულები ჯუზეპე ვერდი და რიხარდ ვაგნერი. რაც ძალიან კარგად დაიჭირა ეს მომენტი მე-20 საუკუნის შესანიშნავ მწერალმა ფრანც ვერფელმა, რომელმაც ვერდის რომანი მიუძღვნა. ყველა არ ვახსენეთ ვერდი და ვაგნერი, პროკოფიევი და შოსტაკოვიჩი მართლაც ძალიან გვანან ერთმანეთს იმით, რომ ორივე არის ავანგარდის პერიოდის ძალიან თვალსაჩინო ფიგურა, მაგრამ თუ შოსტაკოვიჩის უკან იმალება და დგას და ის აგრძელებს რაღაცნაირად კლასიკურ და პოსტკლასიკურ გერმანულ-ავსტრიულ მუსიკას, ანუ შოსტაკოვიჩის უკან დგას მალერის უკან ბრუკნერი. ხო, პროკოფიევი აღიქმება როგორც კომპოზიტორი, რომელიც თითქოს ცარიელ ადგილას დაიბადა. თუმცა ეს ესე არ არის. პროკოფიევის უკან დგას ესეთი მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა მე-20 საუკუნის მუსიკის და არა მარტო მუსიკის, არამედ მუსიკალური თქვა და ასე ინტერპრეტაციის, ეს არის სერგეი რახმანინოვი. განსაკუთრებით რახმანინოვის ესეთი შედევრი, როგორიც არის ეტიუდ ტაბლო, სადაც გროტესკი და ლირიზმი არის გადაზელილი პაუზის გარეშე, ხო? თითქოს ამ პრელუდიდან დაიბადა პროკოფიევის მუსიკა. ძალიან ელიფტური, მოკლე ფრაზებით აგებული, განსხვავებით შოსტაკოვიჩის ძალიან გრძელი მუსიკალური ფრაზისაგან. რაღაც არის სიმბოლური იმაში, რომ ჩვენ დღეს უფრო მეც ვლაპარაკობთ პროკოფიევზე ვიდრე სტალინზე, ну, გვინდა რომ ისტორიულმა სამართლიან, მუსიკალურმა თუ შემოქმედებითმა სამართლიანობამ მიზეიმოს იმ ფიგურის მიმართ, რომელიც იმ დღეს გარდაიცვალა, როდესაც როგორც გალაქტიონი იყო და ეპოქა დამთავრდა დიდი. მართლაც მე-20 საუკუნე თავისუფლად შეიძლება დავყოთ სტალინურ და პოსტსტალინურ პერიოდებად და უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ ალბათ საბჭოთა კავშირის ისტორია 4 მთავარი ფაქტის გარშემო იგება. ეს არის რევოლუცია, დიდი ომი, სტალინი, სტალინური კულტის დემონტაჟი და საბჭოთა კავშირის დემონტაჟი. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირისთვის სტალინი ცენტრალური ფიგურაა, მაგრამ ასევე ალბათ ცენტრალური ფიგურაა მე-20 საუკუნის მსოფლიო ისტორიისთვისაც. მარტი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე ხდება მალენკოვი. მალენკოვი, რომელიც ითვლება ამ პერიოდისათვის ითვლება კრონპრინცად, ანუ უფლისწულად. გავიხსენოთ ისიც, რომ მე-19 ყრილობა, რომელიც წინა წელს გაიმართა კომპარტიის, ამ მე-19 ყრილობაზე მთავარი სიტყვა წარმოთქვა არა გენერალურმა მდივანმა სტალინმა, არამედ სწორედ მალენკოვმა, რაც იყო გარკვეული მინიშნება იქითკენ, რომ მალენკოვი არის კრონპრინცი, რომელიც უნდა გახდეს სტალინის მემკვიდრე. და თითქოს თავიდან ყველაფერი მართლაც ესე მიმდინარეობს, თუმცა ქრონიკა დაგვანახებს, რომ
მოვლენები სხვანაირად განვითარდება ცოტა ხანში. 27 აპრილს საბჭოთა კავშირში ცხადდება ამნისტია. ათავისუფლებენ მილიონზე მეტ ადამიანს. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ 53 წლის აპრილის ამნისტია ძირითადად შეეხო ეგრეთ წოდებულ უგალობნიკებს, ანუ სისხლის სამართლის დამნაშავეებს. ეგრეთ წოდებული პოლიტიკურები ჯერჯერობით ლაგერებში რჩებიან. ეს ტალღა პოლიტიკურების გათავისუფლების დაიწყება 54-ში, 55-ში და შემდეგ რა თქმა უნდა 56-ში, როდესაც ცნობილი მეოცე ყრილობის შემდეგ, როდესაც მოხდება სტალინის კულტის დემონტაჟი. 2 ივნისი პირდაპირი ეფექტი სტალინის გარდაცვალების მოსკოვში დააპატიმრეს ლავრენტი ბერიამ. 2 ივლისს ზუსტად ერთი თვის მერე გაიხსნა ცეკას პლენუმი, რომელიც თავიდან ბოლომდე ეძღვნება ბერიას საქმეს. ეს არის ძალიან ესეთი საინტერესო მომენტი, უამრავი სპეკულაცია არსებობს დღემდე ამის შესახებ. ისტორიკოსთა ნაწილი იხრება იმ აზრისკენ, რომ სინამდვილეში ბერიას ბედი გადაწყდა 2 ივნისსვე, ანუ ის 2 ივნისსვე მოკლეს და შემდეგ ეს ყველაფერი იყო რაღაცნაირი გაფორმება ამ ეს პლენუმიც და ეს შემდეგ ნახავთ ამას დეკემბრის ბოლოს ოფიციალური გამოცხადება, რომ ბერია დახვრეტილია, ეს არის დროის გაწელვა. სინამდვილეში შეიქმნა თქვა ასე რეალურად შეიძლება თქვა სამოქალაქო ომის სიტუაცია, როდესაც NKVD დაუპირისპირდა პარტიას. ანუ სახელმწიფოში რასაც NKVD-ს KGB-ს ვეძახით, დაუპირისპირდა პარტიას და ეს იყო შიდა არა უბრალოდ შიდა პარტიული დაპირისპირება, არამედ შიდა უწყებრივი დაპირისპირება, რომელსაც რა თქმა უნდა პოტენციალურად შეიძლებოდა რომ სამოქალაქო ომი გამოეწვია. მაგრამ მოხდა ისე, რომ ბერია როგორც ჩანს მაშინვე მოკლეს და ამაში რა თქმა უნდა როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ძალიან დიდია როლი იმისა, რომ პარტია და სამხედროები ერთ მხარეზე დადგნენ. რის გამოც ხრუშჩოვი გარკვეულ პერიოდამდე ემაძლიერებოდა გიორგი ჟუკოვს, რომელმაც როგორც ჩანს, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ბერიას ლიკვიდაციაში. Страну по ленинскому пути. Сталин отстоял ленинизм от многочисленных врагов, развил и обогатил учение Ленина в новых исторических условиях. 6 ივლისი. კიდევ ერთი შედეგი სტალინის გარდაცვალების აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები საბჭოთა კავშირსა და ისრაელს შორის. 27 ივლისი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოსავლეთის ისტორიაში და საზოგადოდ დასავლეთსა და აღმოსავლეთის დაპირისპირებაში დამთავრდა კორეის ომი. კორეის ომი დამთავრდა იმ სტატუს კვოთი, რომელიც დღემდე ნარჩუნდება. კერძოდ არსებობს 2 კორეა, ჩრდილო კორეა, სამხრეთი კორეა, ანუ როგორც პრინციპში დღესაც შეგვიძლია ესე ვთქვათ, კაპიტალისტური კორეა და სოციალისტური კორეა. ანუ ეს ომი რომელიც თავიდან დაიწყო ჩრდილოეთისა და ჩინეთის უპირატესობით, საბოლოოდ დამთავრდა იმ სტატუს კვოთი, რომელიც დღემდე გვაქვს. აგვისტო. საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ფლობს წყალბადის ბომბს. ჩვენ გვახსოვს, რომ წელი დაიწყო სწორედ იმით, რომ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ფლობს წყალბადის ბომბს 8 აგვისტო ისევ პარიტეტული სიტუაციაა. პარიტეტული სიტუაცია, როგორც ატომური შეიარაღების შემთხვევაში. 7 სექტემბერი. აი ეს არის უკვე ძალიან საინტერესო მომენტი, რასაც ლაპარაკობდით, კერძოდ პირდაპირ უკავშირდება ბერიას ლიკვიდაციას. 7 სექტემბერი კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი დგება. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამას მე დავინახავთ, ოღონდ პირველი 3 წლის განმავლობაში ეს არ ჩანს, ეს პირდაპირ არ ჩანს,
არის გვერდითი შედეგები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნელ-ნელა ათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს და აი ეს მოვლენა ხრუშჩოვის მოსვლა უკვე 56 წელს მეოცე ყრილობის დროს უკვე გახდება არნახულად ესეთი მნიშვნელოვანი რა თვალსაზრისით. დაიწყება ის, რასაც ბევრი ელოდება, განსაკუთრებით რასაც ელოდება ინტელიგენცია და რასაც ელოდება საბჭოთა კავშირის ლიბერალური ნაწილი, თქვა და ასე, კერძოდ სტალინისადმი დამოკიდებულების შეცვლას. 25 ნოემბერი უნგრეთის ნაკრებმა უემბლიზე 6-3 დაამარცხა ინგლისის ნაკრები. ინგლისის ნაკრები პირველად დამარცხდა საკუთარ სახლში. რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა? იმიტომ რომ სპორტმა მე-20 საუკუნეში შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა, ხოლო სპორტის სახეობების შორის ფეხბურთი გახდა ყველაზე უფრო პოპულარული სახეობა სპორტისა. ფეხბურთმა შეიძინა თანამედროვე კულტურაში ალბათ ისეთივე მნიშვნელობა და უფრო მეტიც, აი როგორც მაგალითად ანტიკურ პერიოდში ჰქონდა ოლიმპიურ თამაშებს ან ანტიკურ თეატრს. რას ნიშნავს ეს გამარჯვება? მთელი ამბავი არის ეს, რომ მოგეხსენებათ, ფეხბურთი დაკავშირებულია ინგლისთან, ინგლისელებმა მოიგონეს ფეხბურთი, აქედან გამომდინარე, აი ამ პერიოდამდე ითვლებოდა, რომ ფაქტობრივად ინგლისი და ინგლისის ნაკრები განსაკუთრებულ როლს ასრულებს ფეხბურთის ისტორიაში, რომ ინგლისის ნაკრები წაუგებელია ის სხვებზე მაღლა დგას, აი უნგრეთის დიდმა გუნდმა, როგორც მე მას უწოდეს, ან ოქროს გუნდმა თავიდან ბოლომდე დაამსხვრია ეს მითი. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, თუ გადავხედავთ ამას ფეხბურთის ისტორიის თვალსაზრისით, უნდა ითქვას შემდეგი რაღაცა, რომ როგორც ჩანს, უნგრეთის ნაკრები იყო პირველი გუნდი, რომელმაც 50 წლიდან მოყოლებული 54 წლამდე აჩვენა დიდი ტოტალური ფეხბურთი. ტოტალური ფეხბურთი იმ თვალსაზრისით, რომ ეს იყო ალბათ პირველი ნაკრები, სადაც არ არსებობდა ესეთი მოდი ესე ვთქვათ, სადაც მოხდა გადღაბნა ამპლუებს შორის. თავდასხმელი, ნახევარმცველი, მცველი, აი ეს ძირითად ამპლუებს შორის მოხდა სერიოზული გადღაბნა და უფრო მეტიც უნგრეთის ნაკრების მეკარემ დილა გროშიჩმა პირველად დაიწყო თამაში როგორც ლიბერომ, როგორც მცველმა. ანუ ეს იყო პირველი მეკარე, რომელიც აქტიურად გამოდიოდა საკუთარი მეკარის ეგრეთ წოდებული მოედნიდან, თამაშობდა მთელ საჯარიმო მოედანზე და უფრო მეტიც ის გადიოდა საჯარიმო მოედნის იქით და თამაშობდა ფეხით. ეს იყო ნამდვილად გენიალური გუნდი, სადაც თამაშობდნენ ფანტასტიკური ფეხბურთელები, ესეთი ფეხბურთელები როგორც იყვნენ პუშკაში, ციბორი, ჰიდეკუტი, კოჩიში, ბოჟიკი. დრამატულად განვითარდა უნგრეთის ნაკრების ბედი 54 წლის ჩემპიონატზე. ამ სრულად გენიალურმა გუნდმა ფინალი წააგო გერმანიის ნაკრებთან, რომელთანაც უფრო ადრე იმავე ქვეჯგუფში ჰქონდა მოგებული 8-3, ფინალი წააგო 3-2. როგორ უნდა გაგვახსენდეს გარი ლენეკერის შესანიშნავი ინგლისელი ფეხბურთელის ესეთი სიტყვები, რომ ფეხბურთი ეს არის თამაში, რომელსაც თამაშობს 22 ფეხბურთელი, მაგრამ იგებს გერმანიის ნაკრები. 22 დეკემბერი. შესანიშნავი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი ჩამოაცილეს ატომურ პროექტს კომუნისტებთან ურთიერთობის ბრალდებით. იმავე წელს ზაფხულში დახვრიტეს ეტელ და იულიუს როზენბერგები საბჭოთა კავშირის სასარგებლო შპიონაჟის ბრალდებით სწორედ ატომურ თემასთან დაკავშირებით. ოპენჰაიმერს ვერ დაუმტკიცეს, რომ ის არის მოღალატე, გაიმართა ძალიან ცნობილი პროცესი და ამ პროცესში ჩანს ოპენჰაიმერის თუ შეიძლება ასე ითქვას ინტელექტუალური სახე. ეს არის ადამიანი პაციფისტი, რომელიც აზროვნებს არა ნაციონალური ინტერესებიდან, არამედ როგორც მსოფლიო მოქალაქე მართლაც, თან ეს იყო უნივერსალურად განათლებული ადამიანი, სხვათა შორის თავის სიტყვაში, როდესაც ის აღწერდა ამ ატომურ აფეთქებას, მან დააციტირა გენიალური ინდური ეპოსის ცენტრალური ტექსტი ბჰაგავად გიტა. ამ თვალსაზრისით ოპენჰაიმერის საქმე მართლაც
ცდება ცივი კონტექსტი ცივი ომია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მისი ფიგურა, ვინმე უბრალოდ ცივი ომი. გარკვეული აზრით ის გვევლინება როგორც აი ისეთი ტიპის ფიგურა, როგორიც არის მაგალითად ანდრეი სახაროვი ან მაჰატმა განდი ან სოლჟენიცინი, ადამიანები, რომელთაც ვარქმევთ ხოლმე კაცობრიობის სინდის. აი ოპენჰაიმერსაც შეიძლება ესე უწოდოთ. 23 დეკემბერი სტალინის გარდაცვალების და სტალინთან დაკავშირებული, სტალინის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ეფექტების ალბათ ყველაზე უფრო როგორ თქვა, ესეთი ხილული გამოხატულება საბჭოთა კავშირში განაცხადეს, რომ დახვრიტეს ბერია 23 დეკემბერს. თუმცა ისე ვამბობ, რომ როგორც ჩანს მართალნი არიან ის ისტორიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერიას ლიკვიდაცია გაცილებით უფრო ადრე მოხდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს განაცხადეს, რომ დახვრიტეს ბერია, დახვრიტეს როგორც აგენტი სხვადასხვა კაპიტალისტური ქვეყნების, როგორც მოღალატე და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ როდესაც ვკითხულობთ რა რის ინკრიმინაცია ხდებოდა ეს ბერიას რა უნდოდა, რომ მას უნდოდა გერმანიის შეერთება, რომ მას უნდოდა საბჭოთა კავშირში კაპიტალისტური რეფორმები, იხატება აი ნამდვილი ესეთი ლიბერალის სახე იმ ლიბერალისა, რომელიც შემდეგ განხორციელდება 80-იან წლებში. ფაქტობრივად ბერია იხატება როგორც აი მომავალი გარბაჩოვი, ესეც ძალიან საინტერესოა. აი ესე დამთავრდა წელი. $1953 წელი არის ძალიან სიმბოლური ქართული კულტურისთვის. 1953 წელს, როგორც ნახეთ, გარდაიცვალა სტალინი, დახვრიტეს ბერია. ამავე წელს საფრანგეთში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ნოე ჟორდანია, ხოლო თბილისში არც თუ დიდი ხნის წინ საფრანგეთიდანვე დაბრუნებული ექვთიმე თაყაიშვილი. რა კავშირი შეიძლება იყოს ამ 4 ფიგურას შორის და არის თემა ძალიან სიმბოლური და ღრმად მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ამ 4 ფიგურას აკავშირებს ერთმანეთთან. ეს არის ქართული განძის ისტორია. ერთ-ერთი მთავარი ისტორია მე-20 საუკუნის ქართული ისტორია, ეს არის ქართული განძის გატანისა და დაბრუნების ისტორია. ნოე ჟორდანია და ექვთიმე თაყაიშვილი არიან ისინი, ვისაც გააქვთ ეს განძი საქართველოდან. სტალინი არის ის ფიგურა, რომელიც დეგოლთან მოლაპარაკებაში მიაღწევს იმას, რომ მიუხედავად საერთაშორისო კანონებისა, ეს ქართული განძი ბრუნდება საქართველოში და ბერიასთან არის დაკავშირებული ესეთი გადმოცემა, რომ როდესაც 30-იან წლებში თუ 40-იან წლებში დადგა საკითხი ამ განძის დაბრუნების, რომ ბერიამ თქვა, რომ ექვთიმე იყოს იქ, სადაც არის, იმიტომ რომ ჯერ ამ განძის ჩამოტანა არ შეიძლება საქართველოში. ყველაფერი ხდება ისე თითქოს ისე ხდება, როგორც არის აღწერილი თანამედროვე ქართველი გერმანულენოვანი მწერლისა და ფილოსოფოსის გივი მარგველაშვილის ერთ ნაწარმოებში. ეს ნაწარმოები არის ძალიან ღრმად სიმბოლური, ძალიან საინტერესო ნაწარმოებია, სადაც სიუჟეტი არის ძალიან ესეთი პარადოქსული სიუჟეტია, ვეფხისტყაოსნის გმირები ხვდებიან ცუდ თარგმანში. და ყველა პერსონაჟი დადებითიც, უარყოფითიც, სტარიელიც, ავთანდილიც, ქაჯებიც ყველანი ერთიანდებიან, რომ დაბრუნდნენ ორიგინალში, ქართულ თარგმანში. აი, როგორც ჩანს, საქართველოს ისტორიაში დგება ხოლმე რაღაცა მომენტები, როდესაც ისეთი ფიგურებიც კი როგორიც არის სტალინი, ბერია ერთი მხრივ, მეორე მხრივ, ექვთიმე თაყაიშვილი, ნოე ჟორდანია, ყველა ერთიანდება იმისათვის, რომ ქართული განძი გადარჩეს. ამ განძს, რა თქმა უნდა, აქვს პირდაპირ მნიშვნელობასთან ერთად უშველებელი სიმბოლური და გადატანითი მნიშვნელობა. ამ განძის გარეშე საქართველოს წარმოუდგენელია. გარკვეული აზრით ეს განძი არის საქართველო.